ახალი ნაცია დაბადა ქრისტემ დედამიწაზე და ორისაგანო წარმოშვა ერთი ახალი ქმნილება. პავლე მოციქული როცა უკვე თავის მოციქულურ მსახურებას ამთავრებს გალატელთა წერილში მკაცრად აფრთხილებს ყველას და ეუბნება, მინდა რომ წავიკითხოს, რომ მომავალში ყურადღებით იყოს ყველა, ვინც კი ამ საკითხს შეეხება, რომ ნაციონალური რაღაცებით გამოწვევით ქრისტიანობაში თავის თავს და სხვასაც ზიანი არ მიაყენოს. პავლე მოციქული ამთავრებს გალატელების მიმართ წერილში ამ სიტყვებით, ვინაიდან ქრისტეში, ეს არის გალატელთა მე-6 თავის 15 მუხლი, ქრისტეში არაფერს არ ნიშნავს, არც წინა დაცვეთა, არც წინა დაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ანუ ქრისტიანი, ქრისტეს მსგავსი, ახალი ქმნილება, ახალი ბუნება. ეს არის ყველაზე მთავარი. რუსი, ქართველი, აფხაზი, ოსი, მე არ ვიცი, ჩინელი, ეს შემდეგში გაჩნდა, მაგრამ ქრისტემ დაანგრია შუაზე მდგარი ზღუდე და ახალი ქმნილება წარმოშვა. ყველგან, ჩინელშიც, მე არ ვიცი, აფხაზშიც, რუსშიც, ამერიკელშიც და კიდევ სხვებშიც. და დაუკვირთ მე 16 მუხლიდან, ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევა და იცხოვრებს და იაზროვნებს, იმსახურებს და ადამიანებთან დამოკიდებულებას ააშენებს, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. ვინც ამ წესით, ვინც ასე შეხედავს, ვინც ასე დაინახავს, ვინც ასე იქადაგებს, ვინც ასე ასწავლის, რომ არ არსებობს. ადამიანებს გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო რამ ჩვენს არსებაში, მას ქვია სულიერი თვალი, მე ხშირად მილაპარაკია, ხედვის თვალი. ამ ხედვის თვალზე ვის არ აქვს ნამუშევარი? ვინ არ ამახინჯა ამ ხედვის თვალით წარმოდგენა? მე ბავშვობაში მიყალიბებდნენ ებრაელები, რა საშინელი ხალხი იყვნენ. მიყალიბებდნენ ხედვას მტერზე, სკოლებში გვასწავლიან, მტერი ასეთი, მტერი ისეთი, მტერი იქ, მტერი აქ და ბოლოს როცა მოდიხარ ღმერთთან, ხვდები რომ ეს თვალი, ეს წარმოსახვის თვალი დამახინჯებული არის. და ღმერთს უნდა რომ გაასწოროს თავისი სიტყვით და გაწმინდოს ხედვის თვალი, რომ სწორად ხედავდეთ და ეს ხედვა არის ასეთი, რომ შემდეგ იყვარდეს ყველა ერი. იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ის და განსაკუთრებულად შენი და არის და შენი ძმა არის ის, ვინც სხვა ნაციაში არის მოწოდებული. მე ვიცი ძალიან ბევრი ჩინელი მორწმუნე, რომელიც ქრისტესთვის ეწამება და მიძღვნილი არის ღმერთისთვის. მე ჩინელები არ მიყვარს. მე ისეთები არ მიყვარს, მე ესენი არ მიყვარს, ზოგს არ უყვარს ის ნაცია, ზოგს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ბევრჯერ მithქვამს, რომ არ არსებობს ნაცია. ჩემს წარმოსახვის სიმახინჯეში გაწმენდილია და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მე არ შემიძლია ძმა და დაუწოდო რომელიღაც ქრისტიანს, რომელიც სხვა ერში დაიბადა და ისევე როგორც ჩვენ, ყავს უფალი, ყავს მწყემსი და ემსახურება მას. ასე რომ ვიმსახურე იმ ეკლესიაში მთელი გულით, მთელი სითამამით, გაბედულებით და თქვი სიტყვა, ვფიქრობ, რომ დაითესა ეს სიტყვა, ბოლოს დამთავრდა მსახურება, მოდიოდნენ ზოგიერთები ტირილით, მეუბნეოდნენ, ეს სიტყვა ძალიან შემეხო და ჩემი რუსული ცოტა აქცენტური არის მაინც და მაგრამ თავარი ეს არის გულიდან გულამდე რას ამბობ, რას ეუბნევი ადამიანებს, რისი თქმა გინდა შენ მათთვის და ისინი მიხვდნენ თავარ აზრს და მესიჯს და ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც დავთესეთ კარგი, თუ ადამიანები პოლიტიკით, მე არ ვიცი, ბრძოლებით, დამოკიდებულებით, მიწების გაყოფა გამოუყოფლობით ვერ ალაგებენ თავიანთ ურთიერთობებს, ქრისტიანებს ამისი პრობლემა არ გვაქვს და არ უნდა გქონდეს და ჩვენ შემდგომშიც ასე გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას და გზას. ყველაფერი უფლის მადლითა და წყალობით, მშვიდობით იყო, დაუბრუნდი მშვიდობიანად და აგერ ვაგრძელებთ სვლას კიდევ მომავლისკენ. დღეს მე მინდა ეკლესიაში იცით რომ როგორც დაბლა ლოცვის დროს თქვი, არის წლის მიწურული. თვე უკვე დადგა ბოლო თვე და ბოლო
ხშირად ამბობ ხომ ჩვენი მტრისთვის იყოს თუ რაღაც მტრებს წევლიან. ჩვენ ამის თქმაც კი არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა გიყვარდეთ თქვენი მტრები. ამიტომ ჩვენ ცოტა სხვა რაღაცა გვაქვს ღმერთისაგან გამოწვევით მოწოდებული. სხვა რამისკენ გვეძახის უფალი, სხვა რაღაცა უნდა ჩვენგან, რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყოთ იმადგან ვინც ჩვეულებრივი ცხოვრები ცხოვრობს და დღეს მე მინდა ვილაპარაკო იმის შესახებ თუ რას აპირებ შენ ცხოვრებაში და როგორი გინდა რომ იყოს შენი ხვალინდელი დღე და როგორი იქნება ის რასაც ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში განახორციელებს და მოიტანს. არის ეს დამოკიდებული ჩვენს არჩევანზე. სანამ მე თემას შევეხები, მინდა იმაზე ვილაპარაკო, რომ თვალყურივად რა მოგცა ღმერთმა. მე ლიდერულ ჯგუფში გავაზიარე ერთი ქალბატონის მიმართ ერთი პიროვნება მივიდა და ეუბნება $10 მილიონი რომ მოგცევ, აიღებო? და რა თქმა უნდა ავიღებო, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საჭიროება მაქვს და ავიღებ 10 მილიონს. ოღონდ პირობით იქნება ეს 10 მილიონი. და როგორ პირობით? აი ასე, $10 მილიონ მოგცემ დღეს, ოღონდ ხვალ აღარ გაიღვიძებ. გინდაო აიღებ ამ 10 მილიონს? ამ პიროვნებამ უთხრა, არა, არ მინდა. ესე იგი შენი გაღვიძება შენთვის 10 მილიონზე მეტი ღირს. და შენ არაფრად არ აგდებ მას. არაფრად არ თვლი, არაფრად არ მიიჩნევ. ის სიძვირფასე ყოველდღიურობისა, რაც ღმერთმა მოგცა, ჩვენთვის საერთოდ არ არის დაფასებული. მაგრამ ღმერთს უნდა ჩვენ ვაფასებდეთ ყველა დღეს. და დღეს მე მინდა ვილაპარაკო არჩევანზე. იცით რომ ჩვენ ცხოვრებაში რატოა დაძაბული სიტუაციები? არჩევანიც აგვართვეს. არჩევნები არ ჩატარდა ისე. არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, არ იყო თავისუფალი, არ იყო კონკურენტული და ხალხი დაობს და ვიცით რომ დღეს ნებათაღელო არის ძალიან დიდი. პროცენტულად რომელ მხარეს. ერთი რაც მინდა თქვა, დასაწყისში კიდე მინდა გითხრათ რომ ეკლესია არ არის ადგილი, სადაც ჩვენ პოლიტიკას განვიხილოთ. და ყველას მინდა გითხრათ, ჩვენ აქ მოვდივართ სულიერი გზებით სასიარულოდ, რომ ვისწავლოთ სულიერი გზები და არა შევიდეთ ვიღაცასთან დავაკამათში, რომ აი ის მართალია, ეს არ არის მართალი, ის ასე მოიქცა. ეკლესია არ არის ადგილი, სადაც ამ ყველაფერს მსჯელობენ. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები, ვლაპარაკობთ სულიერზე, მზეციურზე, მარადიულზე და არის მოქალაქეობრივი ვალდებულებაც, როცა იქ გავალმე, იქ ჩემ მოქალაქეობრივ ვალს მოვიხდი, როცა ქუჩაში ვიქნები თუ როცა სახლში ვიქნები. მინდა არჩევნებზე ვილაპარაკო. რა არის არჩევნები? არჩევანი რა არის? ბავშვობაში თამაშობთ არჩევანი არადანი. გახსოვთ? არჩევანი არადანი. რა ვიცი, ახლა თამაშობ კიდე მაგ თამაშობს ბავშვები. ეხლა ბავშვები მეგონი იმეებში არიან, ინტერნეტში არიან 24/7-ზე ჩართულები და ვიღამით არჩევანი არადანი. არჩევანი საიდანღაც მოდის. საიდან? თავისუფალი ნებიდან. როგორც 10 მილიონი ცოტა აღმოჩნდა გაღვიძებისთვის, ისე ჩვენთვის დაუფასებელი არის ღმერთმა რობოტად რო არ შეგქმნა. ღმერთმა შენ შეგქმნა და მე შემქმნა თავისუფალი. ის უნდქე თავისუფლად. მაგრამ ეს თავისუფლება ნუ იქნება რომ ყელში გამოისვა საკუთარი თავის გასანადგურებლად. თავისუფლება ღმერთმა მოგცა იმისთვის, რომ სიბრძნეც დააყოლო ზედ და გამოიყენო შენი კეთილდღეობისა და მომავლისთვის, რომელიც ღმერთს უნდა რომ სიკეთეთ გვექცეს. ადამმა რა გაუკეთა იმ თავისუფლებას? აიღო თავისუფლება, ღმერთი არაფერს არ აძალებდა მას, უთხრა მე შენ შექმენი თავისუფალი ნებით, შენ შეგიძლია ჩემს წინააღმდეგად წახვიდე, მე შეგქმენი, ვინც შეგქმენი, მასვე შეგვიძლია დაუპირისპირდე. მაგრამ შეგიძლია პირიქით დაფიქრდე თქვა რომ ვინც შემქმნა ის დიდია ძალიან, შემოქმედია, მექმნილება ვარ. დაიწყე ფიქრი, გააკეთე ანალიზი რომ ღმერთი შემოქმედია, მექმნილება. მას რატო უნდა დასჭირებოდა ჩემთვის ცუდი?
და როცა პიროვნება დაიწყებს ანალიზს და ჩვენ ვიცით რომ ადამიანში გველმა შეატანინა ეჭვი, იცის ღმერთმა რომ თქვენ ღმერთები გახდებით და გიმალავთო და გეუბნებათ რომ არ შეეხოთ. აქ ჩვენ ხედავთ რომ ღმერთის განკითხვას აპირებდა ადამიანს და ევას და ეჭვი შექონდათ ღმერთში და გველიოვნა იცის ღმერთმა რომ თუ თქვენ ღმერთს განიკითხავთ, თუ კი ღმერთში შეიტანთ ეჭვს და მინდა ყველას გითხრათ, ყველას იმდენ კითხვებს ნუსვა რომ ღმერთის განკითხვამდე მიხვიდე. იმიტომ რომ სატანისტები სხვას კი არაფერს არ აკეთებენ. სატანისტები ღმერთს განიკითხავენ და ამბობენ რომ ლუციფერი, ანუ თვითონ სატანა თითქოს და მართალი იყო. ლუციფერი არის სატანა, რომელიც არის ქმნილება და ის შემოქმედთან ვერასოდეს ვერ იქნება მართალი. თუმცა მოჩვენებით რაღაცები ეჩვენება მასას და სხვასაც, ვინც ღმერთს არ ერწმუნება, როგორც წმინდას და მართალს და შემოქმედს, რომელმაც ყველა და ყველაფერი შექმნა და მოგვიყვანა აქამდე. მას ასე, ჩვენ ღმერთმა შექმნა ძალიან დიდებულები. ძალიან დიდებული. რაში გამოიხატება ეს დიდებულება? მე მაქვს თავისუფალი არჩევანი. მე შემიძლია ავირჩიო, მოვიდე ეკლესიაში, მე შემიძლია ავირჩიო. წავიდე აქედან, მე შემიძლია ავირჩიო. ვიცხოვრო ასე, მე შემიძლია ავირჩიო, ვიცხოვრო ისე. თავისუფალი არჩევანი ნიშნავს ყველა მიმართულებით მაქვს შესაძლებლობა არჩევის. ესე არ არის რომ რაღაცა შეზღუდული მაქვს და რაღაცის უფლება მაქვს. არა, ყველაფრის უფლება მომცა ღმერთმა. ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია, პავლე მოციქული ამბობს. არაფერი არ აუგზალია ღმერთს, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფრის უფლება მომცა ღმერთმა, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. და იმახსოვრო რომ თავისუფალი ნება სულ არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შენ თავს და შენს მომავალს ისეთ ზიანი მიაყენო რომ გამოუსწორებელი გახდეს შემდეგ ის. ვეღარავინ ვეღარ გამოასწოროს მერე. ამიტომ თავისუფალი ნება ეს არის ღმერთისგან მოცემული დიდი ნდობა ჩვენს მიმართ. აჰა შენ და როგორც გინდა მე შექმენი. ჩვენ ხო არ შევიქმნი ერთი თითიც კი, აი შენი თითიც კი, მე ესეც კი არ შემიქმნია, ჩემი თითი რომელსაც ვიყენებ, ესეც კი არ შემიქმნია, მაგრამ ვიყენებ როგორც მინდა და რაშიც მინდა. ზოგჯერ თითს ვტაკებ ვიღაცებს თვალში. მაგრამ ვიყენებ როგორც მინდა, მაგრამ მე თვითონ არ შემიქმნია ის. შექმნა ღმერთმა და მან მითხრა, ყველაფერი რაც გააქვს, შინაგანად, ფიზიკურად, სულიერად, რასაც წარმოადგენ, მე შევქმენი, მაგრამ შენ მე პიროვნებას მოგეცი მისი გამოყენების უფლება და ნდობა, თავისუფალი ნება. აირჩიე. ნახეთ, მეორეს ჯულის წიგნში, როდესაც მოსეს უკვე შეყავს ხალხი და ღმერთი უგზალავს, რომ ის ვერ შევიდოდა აღთქმულ მიწაზე, იცით რომ ბოლოს იესო ნავენის ძეს შეყავს ებრაელი ხალხი აღთქმულ მიწაზე. და ჩვენ ხედავთ, როცა შედიან ისინი, ღმერთი ეუბნება შემდეგ რაღაცას. შედიხართ აღთქმულ მიწაზე და მე თქვენ ერთ რაღაცის წინ გაყენებთ. ეს არის მე-19 მუხლები, მეორეს ჯულის 30 თავის. დღეს გიცხადებ, რომ დაიღუპებით და დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. თუ ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას, სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ. კურთხევა და წყევლა. მე დაგიდევი წინ, შენ თავისუფალი ხარ, მე გირჩევო, ვერ გეხები, ვერაფერს ვერ ვაკეთებ შენ ცხოვრებაში, მე გირჩევ და მე უბრალოდ მე მინდა რომ შენ სწორი არჩევანი გააკეთო, მაგრამ ჩემი რჩევას თუ გაითვალისწინებ, ხო, თუ არ გაითვალისწინებ და იცი რა შეიძლება მოყოს იმას, რაც თვითნებობით შეიძლება მოვიდეს. მე გირჩევ. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლო შენ და შენმა შვილებმა. გიყვარდეს უფალი ღმერთი, გაყევი მას, ასე შემდეგ. სიცოცხლე და სიკვდილი. წყევლა და კურთხევა, დაგიდევი წინ.
ღმერთმა თქვა შენ ბევრი ამბობს ბედი არ ქონია ეს დაიმახსოვროთ ერთი დიდი ჭეშმარიტება ყველა დავიმახსოვროთ ერთად ჩვენ სხვა კი არ გვაუბედურებს ჩვენი გადაწყვეტილება მღუპავს აი თავს რო აქნევს ის იქ და ზის და ხელი შემოუდია აი ყველაფერი იმის ბრალია მე გადაწყვეტილებას მევიღებ და დამნაშავე თურმე ის არის ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ მარჯვნივას და მარცხნივას დანაშაულის მაგრამ უნდა გვახსოვს რომ ღმერთმა თქვა მე შენს ხელში ჩავდევი შენ ახარ თავისუფალი შენ შეგიძლია ააყვაო შენი ცხოვრება და შენ შეგიძლია მოსპო ის ყველაფერი შენს ხელშია ზოგჯერ ჩაიხედე ხელში თქვი შენ ყველაფერი ჩემ ხელშია ყველაფერი ჩემს ხელშია რას ავირჩევ რას გადავწყვიტავ საით წავალ ყველაფერი ჩემს ხელშია ძალიან საგალობელი იყო მე მის ხელში ვარ ჩვენ კი მის ხელში ვართ მაგრამ მან ყველაფერი ჩვენს ხელში გადმოსცა ჩვენ მე პირადად აი აქ ვდგევარ არავისი ვალი არ მაქვს არავის წინაშე არ მაქვს კონტრაქტი გაფორმებული არც სახელმწიფოში არც სულიერობა მე იმდენად თავისუფალი ვრჩები ჩემი ბოლო ამოსუნთქვამს რომ მე შემიძლია ჩამოვიდე კათედრიდან წავიდე და ვიცხოვრო ჩემი ცხოვრობთ როგორც მინდა რატო არ ჩამოვდივარ მეშინია ვინმეს მეშინია რამეს ჩემი თავის მეშინი არასწორი გადაწყვეტილება მივიღო. ღვთისსაპირისპიროთ არ დავდგე და ღვთისსაწინააღმდეგოდ არ წავიდე რომ მე შედეგები ვაბრალო მარჯვნივ და მარცხნივ ეკლესია არ არის ასეთი დაძმები არ არიან ისეთი პასტორი არ არის ასეთი ბიბლია არ არის ისეთი ღმერთი არ არის მართალი ადამიანები თვითონვე ჩადიან თავიანთ თავის დანაშაულს და ხშირად ვიმეორებთ ხოლმე იგავების სიგნს რომ ბრიყვის სიბრიყვეს ჩადის და მისი გული ღმერთს ემდურის მერე ნუ ჩაიდენ სიბრიყვეს იგავთა წიგნი დაწერილია არჩევნებზე რას ირჩევ ბრიყვი ასე ირჩევს ბრძენი ასე ირჩევს იკითხე იგავების წიგნი ხშირად როგორ იქცევა ბრძენი და როგორ იქცევა ბრიყვი და ჩემს ცხოვრებაში რო ვკითხულობ ხოლმე ხშირად ვიძახი ღმერთო რამდენ სიბრიყვეებისკენ მქონია მე ამ სიბრიყვეს ჩავიდენ მე ამ ნაყოფს ამ შედეგს ცხვირწინ მაუბედურებს მე და ის ჩემს ცხოვრებას ანადგურებს და რა თქმა უნდა იმას ხო არ ვიტყვი რომ მე ბრიყული გადაწყვეტილება მივიღე მე არასწორი არჩევანი გავაკეთე და აი შედეგებსაც ვიმკი თქვენ ახართ ყველა თეთრია თუ შავია ყველა დამნაშავეა მე აი ამას გავაკეთებ და ყველას გადაგაბრალებთ მე ყველას ჩაქთვლით დამნაშავეთ მაგრამ ღმერთს უნდა ერთი რაღაც გვახსოვდეს ბიბლია ამას რომ ყველა ჩვენგანი საკუთარი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს შენ სხვის გამო არაფერზე სხვა არ ყავს საფიქრალი საკუთარი თავის გარდა შენ ღმერთმა შექმნა ორიგინალურად განსაკუთრებული აი ამ წამიდან როცა ამ ქადაგებას ისმენ შენ შეგიძლია ათვლის წერტილად აქციო და დაიწყო სწორი ნაბიჯების გადადგმა სწორი გადაწყვეტილება სწორი არჩევანი სწორი არჩევანი და ბოლოს ისეთ რაღაცებს ეზიარ თქვა ვაუ ღმერთმა საიდან წამომიყვანა და სად მიმიყვანა ღმერთი მოგვიწოდებს ჩვენ მხოლოდ არაფერს არ გვაძალებს არაფერს არ გვავალდებულებს შეიძლება აი როცა შეიძლებები დაიწყება პიროვნებები უკვე შეზღუდვებს გრძნობენ და მოჭერილობას გრძნობენ ყველაფერი შეიძლება რაც გინდა ის გააკეთე 9 საყვარელი რო ქავდეს რა არ შეიძლება რომ ყაჩაღად წახვიდე და ცხოვრება სხვისი ამწარო და შენი აწყო რაღაცნაირად არ შეიძლება რომ ისეთი გზები აირჩიო რომელ გზებსაც ადამიანები 1000 რაღაცას სურვილის მიხედვით ჩადიან როგორ არ შეიძლება ღმერთმა დაუშვებელის გასაკეთებლად მისცა თავისუფლება ადამიანს და ისტორიებში ვკითხულობთ ადამიანები ადამიანებს აუბედურებდნენ შეიძლება როგორ არ შეიძლება სხვისი მოკლა შეიძლება როგორ არ შემედი კაენმა აიღო და ქვა ჩაარტყა თავის ძმას თავში და პირველი მკვლელობა ჩაიდინა არ შეიძლება და ღმერთმა თქვა მე თავისუფალი შექმენი გინდა შენი ძმა მოკალე გინდა ხელებით სიკეთე გააკეთე ეს არჩევანი არ გაქვს შეზღუდული მაგრამ რა ბედი ეწია კაენს ბოროტების ჩამდენს როგორ გარბოდა უფლის სახისაგან და ყველა შემხოდრი მომკლავსო ეხლა მე რატო იყო ასე ეს შიში რა მოიტანა კაენ რატო იმალები კაენ თუ შენ მართალი ხარო ღმერთმა უთხრა პირი რატო გაქვს დახელი და სახეს რატო მალავ თუ მართალი ხარ სად არის შენი ძმა მითხარე
მე რა ჩემი ძმის დარაჯი ხო არა ვარ და უკვე ადამიანი ბოდიში თამ სიტყვას და აი გაუხაშებული გაბოროტებული არის პასუხშიც კი და რამ გამოიწვია თავისუფალი ნება არასწორად იქნა გამოყენებული თავისუფალი ნება არა სასიკეთოდ და არა საბედნიეროდ იქნა გამოყენებული მოდით ვიცოდეთ რომ მე ჩემს თავში ღრმა ანალიზის შედეგად უნდა ვთქვი რომ ღმერთმა თავის ხატად შემქმნა მე და თავისი მსგავსება იმაში რომ ღმერთი არ არის შეზღუდული რაღაცეებში და მას უნდა და ქმრილება შეექმნა ისეთი რომ შეზღუდული არ ახარ არაფერში შეიძლება გახვიდე აქედან ისეთები გააკეთო გაუგონარი რომ დედამიწას ჯერ არავის გაუკეთებია კარგიც და ცუდიც მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება გათვლილი რა ნაყოფი მოაქვს ამას ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს პავლე მოციქული ორჯერ ამბობს ამას პირველ კორინთელთა წერილში მე მინდა დღეს აღმატებულ გზებზე ვილაპარაკო რომ ღმერთი გვეძახის მე გირჩევ აირჩიე სიცოცხლე მე გირჩევ აირჩიე კურთხევა წყევლის ნაცვლად მე გირჩევ აირჩიე სიცოცხლე სიკვდილის ნაცვლად მაგრამ ნუ ეს მხოლოდ რჩევა მე ვერ შევეხები შენ თავისუფალებას მე ვერ გაიძულებ манипуლირებას ვერ მოვახდენ მე უბრალოდ არ მინდა ცუდი და არასწორი არჩევის შედეგად შენ ისეთ ნაყოფებს დაიჭერ ხელში მე შეიძლება შენ სიცოცხლეს საშინელი და კატასტროფული ზიანი მიაყენა ამიტომ ჩვენ პასუხისგებლობას ვატარებთ თავისუფალნებაზე რას მოგვიტანს ის რა გვექნება შედეგად სად მიგვიყვანს ის ამიტომ გახსოვდეს თავისუფალი ხარ მაგრამ ყველაფრის უფლებას თუ მისცემ შენს თავს და ისეთი რაღაცეების კეთებას ზოგი ამ თავისუფლებას ეძახს თავისუფლება ყველაფრის უფლებით ყველაზე უფრო მეტად თავისუფალი ის ადამიანია ვინც თავისუფალ ნებაზე დიდი პასუხისგებლობა აიღო ყველაზე მეტად ის არის თავისუფალი რასაც მინდა ვიტყვი ვისაც მინდა ვეტყვი როგორც მინდა მოვიქცევ კი ბატონო მაგრამ შედეგებზე უნდა იფიქრო შედეგი რა მოყვება ამას რას დაიჭერ ბოლოში ხელში ვის დაიჭერ ვის სად მიხვალ სად მიგიყვანს ეს თორე შეძლებით კიდევ მეორობ შეზღუდვა არ არის ღმერთისგან ღმერთმა შეზღუდვები მოხსნა შენი სიდიადე ამაში მდგომარობს შენ სრულად თავისუფალი ხარ აი ამ წამიდან იცით მე როცა ურწმუნო ცხოვრებით ცხოვრობდი გითხარით სვავდი ლოთობდი რა ვიცი აღვირახსნილი აღვირიც მაკონტროლებელი იარაღი არის აღვირი აღვირახსნილი ცხოვრება ნიშნავს რომ აღარ არის ეს კონტროლი გადაგდებულია დალევ და სიმთვრალეში ვის აგინებ და ვის რას უბედავ და უფრო გაბედული ხდები აი ეს ყველაფერი ადამიანი და გონია რომ თავისუფალმა ნება მუფრობებს მაგრამ ბოლოს აი ამ სიმთვრალემ და ლოთობამ როცა დამაკაკუნებინა ციხის კარებზე მე მივხვდი ასეთ გამონათქვამია ენა ქადილობსო და კისერს ხვდება მე და ადამიანის კისერზე გადადის ყველა ის უბედურებანი მე რაც თავისუფალი ნების არასწორ გამოყენებაში მოხდა მე უნდა ხეხოს სიცოცხლე ხვდებით ხო თავისუფალების თითქოს ისეთი მე მაქვს იმისი უფლება მას დავარტყა იმას გაუფუჭო იმას მამა ჩემი ძმაკაცის შვილი რეანიმაციაში იწვა უკვე კვდებოდა ისე იყო ნაცემი და ბიჭებმა მითხეს ვერ გაგდებინებდით ხელიდან რა არ მქონდა უფლება რაღაცა მითხრა სადღაც შეხვდა მეცემა არ მქონდა უფლება პასუხი გამეც უფლება მქონდა მაგრამ პოლიცია რომ მომდევდა და საჭერად უკვე მივხვდი ეს თავისუფალი ნება არასწორად გამოყენებული ჩემს პიროვნებას ღუპავდა და მე აქ რო დგევარ დღეს ილუზია მგონია იმიტომ რომ მე უკვე თვითმკვლელობით ვაპირებდი დასრულებას იმდა პოლიცია რო იჭერდა ძალიან სცემდა ხოლმე კომუნისტების დროს და ვიფიქრე ეხლა რომ ესენ ჩამაგდებენ იქ და მცემენ ხო აი მის სატანა აღარ მინდოდა და იმათ ხელში ჩავარდნა იმის გამაი თუ შენ ესას სცემე ჩვენ ეხლა 100 ცენტ შენ და ვიფიქრე ეხლა ამათი თავი არ მაქვს და ადამიანს ეშმაკი უბიძგებს მიდი გააკეთე რა მიდი რაც ჭია მოგებხანება მიდი ისე გააკეთე მაგრამ იმას არ გეუბნევა რა უბედურება გელოდება წინ დახედულება ოდნავი წინ დახედულება თუ ექნება ადამიანს თავისუფლებას ესე გაუაზრებლად არ გამოიყენებს და არც სიტყვით
არც ქმედებით, არც დამოკიდებულებით თავისუფალ ნებასთან არ ექნება ასე აშვებულობა. აღვირი არ ექნება მოხსნილი. აღვირი ახსნილი არ იქნება მის დამოკიდებულებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისუფალი ნება აიღე და თქვი ღმერთო, სრულად ვიღებ პასუხისგებლობას მასზე. გახსოვდეს, რომ შენი ბედი ღვთის წინაშე დგას და ვისთან როგორ ურთიერთობას ააშენებ. ოჯახში, შვილებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან, თანამსახურებთან, ეს ყველაფერი არჩევანია. არჩევანია. სულ არჩევნების წინ დგევართ. სულ ვირჩევთ. აი რას აირჩევ? იმის მიხედვით იქნება შენ ცხოვრებაში. მე რომ ავირჩიე რაღაცა ცუდი და შედეგები მე ძალიან მწარეა, მე მინდოდა მე თქვა, ვისი ბრალია ეხლა მე რო ციხის კარებთან დგევარ და ვაკაკუნებ ციხის კარებზე. ვისი ბრალია, ვის დავაბრალო? ხო გინდა რომ შენი არჩევანი კი არ იყო ეს, რომ შენ ამ გზით წახვედი და შენ ესენი გააკეთე. ეს ვიღაცისთვის მინდოდა გადამებრალები და შევახს ყოველთვის უნდა დაგანახოს ვიღაცა. რომ შენი არჩევნით გაუბედურებული შენი ბედი. სხვისი ბრალია. რომ გახსოვდეს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პიროვნება, რომელსაც მიანდო ღმერთმა თავისუფალი ნება. ის არის პასუხისგებელი, რას უზავს მას, ააყვავებს და სწორად მომართავს და სწორ დამოკიდებულებას დაიჭერს თუ გააუბედურებს და მოსპობს მას. ამ პასუხისგებლობით წარს დგებით მარადისობაში ღვთის წინაშეც. სანამ დედამიწაზე ვართ, შეგვიძლია მოვინანიოთ და განვაახლოთ ჩვენი აღთქმა ღმერთთან. დღეიდან ღმერთო, როცა ამ სიტყვას ვისმენ, მე სრული პასუხისგებლობით მოვეკიდები ამ ძვირფას საგანძურს, რომელიც ფიზიკური არ არის, მაგრამ შენგან მონდობილია ჩემთვის თავისუფალი ნება. აი მე ვირჩევ, რომ ამის შემდეგ აღარ ვიყო ასე უმუხრუჭო. რაღაცებზე გავჩერდები, დავფიქრდები, დავწონი, გავანალიზებ, უფრო ღრმად შევიმეცნე და მერე გადავწყვიტა და არა ესე ქარაფშუტულად გადავწყვიტა და რა იქნება მერე, რა იქნება, რაღაცა აუცილებლად იქნება. და კარგი რომ იყოს, მაშინ მე რაღაცები უნდა მოვითმინო. ქრისტემ თქვა, ვინც მოისმენსო სიტყვას, გულისყურით ჩაწვდება და მოთმინებით იძლევიანო ისინი ნაყოფს. ლუკას 8:15 ეს. მოთმინებით. მე მოთმინება არ მინდა, მე არაფრის მოთმენას არ ვაპირებ. მიდი, არც მე არ ვაპირებდი არაფრის მოთმენას და სად მივიყვანე ჩემი თავი გითხარით. მაგრამ მას შემდეგ რაც უფალთან მოვედი უთხარი, უფალო, მე ვინანიებ ყველაფერს. მონანიება ნიშნავს 180 გრადუსის შეტრიალებას. აი ვიყავი ასე, აი ცუდი რუსულ სიტყვებს რო ხმარო, ნალევა ნაправა რუსებმა რო იციან. მარჯვნივ რასაც მინდა როგორც და ჩემი სიამოვნებისთვის თუ ჩემი დავიკმაყოფილოთი მივდივარ ეკამდეს. ყველა უნდა აკვირდებოდეს ერთად ნაყოფი. რა მომიტანა ამან? ნაყოფი. სად ვარ? ნაყოფი. რა შედეგი რა არის ამ ყველაფრის? და თუ შედეგი მწარეა, მაშინ ანალიზია საჩქაროდ საჭირო. გაანალიზება, გადაფასება და შემდეგ დაფასება და მისი გამოყენება უკვე სხვა დანიშნულებითა და ღირებულებით. და ყველა თქვას ხმამაღლა ამენ. დღეს მე მინდა უფლის არჩევნისკენ მოგიწოდოთ. მე პასტორი ვარ. მე მოგიწოდებთ, რომ ზეაღმატებული გზებით ვიაროთ. იმიტომ რომ უფალი გვეძახის ამისკენ. უფალი გვეუბნება, ასე წამოდითო, მაგრამ შეგიძლია სულაც არ გააკეთო ასე. ეხლა რასაც ვილაპარაკებ, ეს უფლის მოწოდება არის ჩვენს მიმართ. მე ავირჩიე ამ გზით ვიარო. მე 4 შვილი მყავს ახლა. ჩემ მეუღლე, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მეუღლესთან. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილებთან. 3 ძმა მყავს, 3-ოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ესე არ იყო დედა მყავს, ცოცხალ დედასთან კარგი ურთიერთობა მაქვს ძალიან და ასე ესე არ იყო, როცა მე ჩემს ნებას ვიყენებდი ღმერთის მეთვალყურეობის და კარნახის გარეშე. არაფრად არ თვლიდი, არავის დედა ჩემს ქალოს ვეძახდი, ქალო ღვინო მოიტანე, ქალო და როდის ჯდებოდი და როცა მოვინანიე, ის დედა გახდა და დედას ვეძახი ხა, დედა და ყოველთვის ამ სიტყვაში ჩემს დამოკიდებულებას განსაზღვრავ.
აი რა არის მონანიება? მონანიება ის როცა ღირებულებათა გადაფასება ხდება და ფასეულობებ სხვა ადგილებს იკავებს შენ ცხოვრებაში და სხვაგვარად ხედავს საკითხებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სიბრიყვეს ჩავდივართ, უკუღმართად ვიყენებთ ჩვენს თავისუფალ ნებას და ჩვენი გული მერე სხვას ემდურის, ვიღაცას ემდურის, რაღაცას ემდურის. ღმერთი გვასწავლის გზებს, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ უფრო და უფრო სხვა გზებით ვიცხოვრო და მთელი ქრისტეს მოძღვრება, 4 სახარება, წმინდა წერილები ახალი აღთქმის და ძველი აღთქმისაც მიგვითითებს იმაზე, რომ თუ ასე იცხოვრებ და თავისუფალ ნებას ამ ყველაფერს დაუქვემდებარებ, შენ იქნები ბედნიერი კი არ. ბიბლია იყენებს სიტყვას ნეტარი. იქნები ხალასი სიცოცხლით მავალი. არხეინად შიგნით იქნება სიხარულის ეს ტალღები, რომელსაც ზოგჯერ ვერ იტევს სხეული. ისეთ ეს ყველაფერი მოაქვს არჩევანს დამორჩილებისა. შენ არც დამორჩილ, შეგიძლია არც იცხოვრო ასე. გააკეთე, მაშინ როგორც შენ იცი, თუ როგორც მიგაჩნია სწორად. როცა გააკეთებ ისე კიდევ მეორებ, უნდა იცოდე, რომ ყველაფერს თავისი ნაყოფი და შედეგი მოსდევს. მე მინდა დღეს ერთი ადგილი წავიკითხო. ეს არის ჩვენ საზეპიროებში ქონდა საქველმოქმედო სკოლთა მე-18 თავი. უფლის გზებზე მინდა ვილაპარაკო ცოტა უფრო მეტი. საქველმოქმედო სკოლთა მე-18 თავი, ვკითხულობთ 24 მუხლიდან. ერთი იუდეველი იყო, სახელად აპოლონი. წარმოშობით ალექსანდრიელი, მჭერმეტყველი კაცი და ძლიერი იყო წერილებში და ის ჩავიდა ეფესოშიო. კარგად იცოდა ღმერთის სიტყვა და ბიბლია. ეფესოში რომ მივიდა, იგი განსწაული იყო უფლის გზებში, ყურადღება მიაქციეთ. არა მარტო წერილები იცოდა, უფლის გზებზე როგორ ევლო და უფლის გზებით ესეც იცოდა. მხურვალეს სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესო ქრისტეს შესახებ. და იცოდა მხოლოდ იოანეს ნათლობა. მან გაბედულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში, მას რომ მოусმინეს აკვილამ და პრისკილამ, იგი წაიყვანეს და უფრო ზუსტად დაუხსნეს უფლის გზაო. იცოდა უფლის გზები. იცოდა რა სითხოვდა ღმერთი ამ პიროვნებისგან, მაგრამ რაღაცაში ვერ ერკვეოდა, იოანეს ნათლობა იცოდა მარტო. და აკვილა და პრისკილა ცოლ-ქმარნი იყვნენ. მოკიდეს ხელი, წაიყვანეს, მე არ საოჯახოზე სადღაცას ყავა დალიეს ერთად, მაშინ თუ იყო ყავა და წავიდნენ, დაჯდნენ და უფრო ზუსტად დაუხსნეს უფლის გზებიო. მე მინდა ერთი ადგილი კიდევ წავიკითხო ისაია წინასწარმეტყველის წიგნიდან. ეს არის ისაია წინასწარმეტყველი 55 თავი. მერვე მუხლიდან ვკითხულობ. რადგან ჩემი გზები და ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და გზები. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები, როგორც თქვენ ფიქრობთ, მე ისე არ ვფიქრობ, ღმერთი ამბობს, და არც ჩემი გზებია არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე. ღმერთიოს თქვენ ძალიან ცუდი გზებით დადიხართ. მინგრეულ-მონგრეული გზებით. დიდი ამები რო არის იქ და რომ დადიხარ სულიერი გზები არსებობს. არსებობს ფსალმუნებში, ხშირად ეკარო კითხულობს ფსალმუნებს, იქ წერია ღმერთმა გზები დაუდო თევზებსაც კი. ცაში არსებობს გზები. თვითფრინა რო დაფრინავს, იცით რომ თავისი გზები აქვს, ისინი ერთმანეთს არ ეჯახებიან, ტრასებია. ღმერთს აქვს თავისი გზები და ამბობს რომ თქვენ რა გზებითაც დადიხართ, მაგ გზებს მოაქვს უარყოფითი შედეგები. მოდით ჩემ გზაზე გადმოდით. საგალობელი გვაქვს ასეთ ჩვენ ხშირად გალოთხოვთ, ღმერთო შენი გზები გახდეს ჩემი. შენი გზებით მინდა ვიარო. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ, რომ აღარ ვიაროთ ჩვენი გზებით. ბიბლია ამბობს, ყველა თავ-თავის გზას ადგაო. და ერთმანეთს აღარ ეხლებოდნენ. როცა ჩვენი გზებით დავდივართ, შეიძლება რომ ვავნოთ საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც, მაგრამ როცა უფლის გზებზე გადავდივართ, ჩვენ რაღაცეებს სწავლობთ. როგორია უფლის გზები, როგორი არის უფლის ზრახვები, როგორი არის უფლის მითითებები და იაკობის წერილში შეხედეთ იაკობი წერს თავის წერილში, რომ თუ მიუახლოვდებით ღმერთს, ისიც მოგვიახლოვდება და გვასწავლის თავის გზებს და გვასწავლის
როგორ შეიძლება ამ გზებით სიარული და ცხოვრება. იაკობის მეოთხე თავი მერე მუხლი მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდება თქვენ. მიუახლოვდი ღმერთს შენ გადაწყვიტე რომ ღმერთო მინდა შენი გზების ცოდნა. მინდა ვიცოდე როგორ ვიარო, რა გადაწყვეტილებები მივიღო, რა მიმართულებით გავაკეთო არჩევანი და თუ მიუახლოვდები, ისიც მოგიახლოვდება და კიდევ უფრო ბევრს გაგაგებინებს. ამიტომ ჩვენ არჩევანზეა ბევრი დამოკიდებული ღმერთი შორს იქნება ჩვენგან თუ ახლოს იქნება. ღმერთი როგორ უნდა მოვიდეს შენთან ახლოს, თორსა შენ არ უახლოვდები მას. მას აქვს ასეთი პრინციპი. მიუახლოვდი და ისიც მოგიახლოვდება. თუ შენ არ მიუახლოვდები ღმერთს, ღმერთი არ მოგიახლოვდება. თუ გვინდა რომ ღმერთის გზები გავიგოთ, ისაიას 58 თავში წერია, როცა მარხვაზე ელაპარაკება ღმერთი ისრაელს ეუბნება, ხალხი რომლებიც თავიანთ ღმერთებთან დადიან და ღმერთის გზების ძებნას ცდილობენ, ხალხი ეძებდა ღმერთის გზებს, რომ ღმერთო ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში შენი გზებით გვინდა ვიაროთ. ძალიან ბევრია ამაზე ლაპარაკი და დღეს მე მინდა ვილაპარაკო. გზები, რომლითაც ღმერთი დადის, ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ მით. დღეს სამ რაღაცას შევეხები, შეიძლება 4-საც. ერთ-ერთი საკითხი არის სიმართლის გზა, რომლითაც ღმერთი დადის. ჩვენ ამაზე ბევრი გვილაპარაკია. სიმართლე, რომელიც ბირჟაზე რო წყდება, ის სიმართლე კი არ. სიმართლე, რომელსაც ფარისევლები ატარებდნენ კი არ. ქრისტემ თქვა, თქვენი სიმართლე უნდა აღემატებოდეს ფარისევლთა სიმართლეს. თორე ვერ შეხვალთ სასწაულში და ვერ ივლი იმ გზით. ეს სიმართლე არ არის ჩემი სიმართლე, არ შენი სიმართლე, ეს ღვთიური სიმართლეა. ამიტომ ჩვენ ადამიანებთან დამოკიდებულებას ვიჭერთ სიმართლის პრინციპით, რომ მე ჩემი პოზიციიდან მართალი ვარ, შენ შენი პოზიციიდან ხარ მართალი, თავის პოზიციიდან არ მართალი, ყველა თავისი სიმართლით, დედამთილი მართალი, რძალი მართალი, სიძე მართალი, შვილები მართლები, მეზობლები მართლები და მაინც ომის ხმა ისმის და სიმართლე როგორ შეიძლება ომში იყოს. ვიღაცები უკუღმართი სიმართლის გზებით დადიან, სადაც ღვთიური სიმართლეა იქ მშვიდობაა. იმიტომ რომ ცაცასწველი პავლე მოციქული ამბობს რომაელთა 14:17-ში ცაცასწველი ღმერთის სამეფოში, ღმერთის თანდასწრებაში პირველი რა არისო სიმართლე. სიმართლის გზებია იქ. სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. სიმართლე, ოღონდ ზე აღმატებული სიმართლე. არა ადამიანური სიმართლე, ღვთიური სიმართლე, რომელზეც ჩვენ ხშირად გვილაპარაკია და იაკობის წერილის მესამე თავში ჩვენ ნახეთ, რომ ღვთიური სიმართლე პირველ ყოვლისა როგორია? ლმობიერია, ნებიერია, წყალობითა და სიკეთით არის სავსე. თუ შენ გინდა რომ იარო უფლის გზით, აირჩიე სიმართლის გზა, იმიტომ რომ სიმართლე რომელიც არ არის წყალობით სავსე. სიმართლე რომელიც არ არის ლმობიერებით სავსე. სიმართლე რომელიც არ არის ადამიანში იმ თვისებებით დატვირთული, მაშინ ადამიანური სიმართლეა, მიწიერი სიმართლეა და ეშმაკური სიმართლე, რომელსაც არ აქვს ის შედეგები, რომელსაც ღმერთი გვპირდება. მე მინდა თქვა რომ არსებობს კიდევ, როცა მართალი ხარ და ღვთიური სიმართლით ცხოვრობ, შენ შეგიძლია ღმერთს ასე ამოვნო ენოქივით. და იმას რასაც ვლაპარაკობ ახლა, ეს არის ზე აღმატებული გზები. სიმართლის მიღმა, როცა ცხოვრობ იმ სიმართლით, არსებობს კიდევ ერთი სიტყვა, წყალობა. რა არის წყალობა? ერთი პიროვნება მეუბნება ერთხელ. როგორ მოვიქცე, არ ვიციო. არ ვიცი რა გავაკეთო და უნდა რომ ამ სიმართლით რა სიმართლეშიც ის იდგა დაენგრია და გაენადგურა. მე ვთქარი ორი გზა არსებობს. შეგიძლია მაგზეც წახვიდე. მაგრამ არსებობს მეორეც. რომელია? მეორე რომელიღა? მეორე აღარ არსებობს. არსებობს. წყალობა. შეიძლება გააგეთ წყალობა. ერთხელ ალექსანდრე მაკედონელთან მიიყვანეს ერთი პიროვნება. და უნდა მოეკლათ. უნდა დაესაჯა და სასჯელის ფორმას ურჩევდა ალექსანდრე მაკედონელი და დედამისი გამოიქცა როგორც მიტინგზე რო იყო, ჩემი შვილია, ნუ იჭერთ, ხო გახსოვთ? ტელევიზორში დადიოდა ახლა ეს ერთი ქალბატონი გამოიქცა და ჩაუვარდა ალექსანდრე მაკედონელის ფეხებში და ეუბნება, ჩემი შვილია, არ მოკლათ, ნუ დასჯით, ჩემი შვილია, ძალიან გთხოვთ.
ალექსანდრე მაკედონელმა ამოიღო თავისი სიმართლის იარაღი და თქვა ამის გამო, იმის გამო, ამის გამო და ესე და 1000 პუნქტი დარღვეული, რომელიც მისმა შვილმა დაარღვია ომში თუ წესში ცხოვრებისა, ეუბნება რომ ის უნდა დაისაჯოს სიკვდილით. და დედამისი ეუბნება, მე ხო სიმართლეზე არ გილაპარაკებ, მე ხო წყალობას გთხოვ შენ. ვისაც შეუძლია სიმართლის იარაღი ეჭიროს მწარეთ, მასვე აქვს ხელში წყალობის იარაღიც. მისმენთ, წყალობა სიმართლეზე მაღლა დგას. 135 ფსალმოს როცა ვკითხულობთ, მუხლის ყოველი მეორე ნაწილი ამბობს, უკუნისამდეა წყალობა მისი, ღმერთს ელაპარაკე. წაიკითხეთ 135 ფსალმონი სახლში როცა იქნები და ნახავთ, პირველი ნაწილია მუხლის, რომ ასე შექმნა ღმერთმა ისრაელი, ასე ატარა და უკუნისამდეა წყალობა მისი. ასე მოიმოქმედა, უკუნისამდეა წყალობა მისი. ასეთია ღმერთი დიდებული, მაგრამ უკუნისამდე. ანუ გვაჩვენებს, რომ ღმერთი ყველასთან მართალია, მაგრამ რა კარგია, რომ უკუნისამდეა წყალობა მისი. და ღმერთი გეუბნება, მე თუ ასეთი ვარ, შენ როცა მიყურებ ასეთს, რომ მე შენს ცხოვრებაში ანგარიშებს კი არ ვასწორებ, ჩემი სიმართლით. მე შენს გიკეთებ, წყალობით გიჯერ. მოდი თუ წყალობის ტახტთან. ჩვენ ბევრი გვეშლება, ბევრს ვაშავთ, მაგრამ რის იმედად ხარ? წყალობის იმედად ვარ ღმერთთან. ღმერთი იმდენად მოწყალია, რომ ყველაფერს მიიგებს, ყველაფერს ფარავს და ისევ დიდი სიყვარულით არის ჩემს მიმართ. და ის გვეუბნება, რომ მარტო კი არ უნდა ხედავდე იმას, როგორი ვარ მე. შენც უნდა იყო მოწყალე. შენც უნდა იყო მოწყალე სხვების მიმართ. მისმინეთ, ხალხი აშავებს ჩვენს მიმართ და აშავებს კიდევ. კიდევ უფრო სანამ ვიცხოვროთ ამ მიწაზე, შეეშლება და არასწორად მოიქცევიან. შენ შეგიძლია აიღო მახვილი, მე მართალი ვარ. მართალი ვარ. და შეგიძლია თავი მოაჭრა. შეგიძლია წარედ უპასუხო ძალიან. მაგრამ გახსოვდეს იაკობის 2:13 მუხლი. ყველას მინდა გითხრათ. იაკობის მეორე თავის მე-13 მუხლი ამბობს, უწყალო სასამართლო წყალობის არ ამქმნელს. იცი რას ნიშნავს ეს? ეს არის კატასტროფა. ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ უწყალო სასამართლო წყალობის არ ამქმნელს. ღმერთო, იყავი მოწყალე ჩემს მიმართ. იყავი მოწყალე ჩემს მიმართ უფალო, მაგრამ მე სიმართლე მართალი ვარ. აი მართალი რო ხარ, მოწყალეც უნდა იყო. მართალი, უწყალო თავის თავზე წყეულას იტეხს. იმიტომ რომ მართალი სასტიკი ხდება ხშირად, მაგრამ მოწყალე ლმობიერი. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ყველა გვნახოს, ყველა სათითაოდ. იქ როდესაც მართლები ვიქნებით. წყალობა ნიშნავს, რომ მე არ ჩაუთვალე, ასე წერია, არ ჩაუთვალავ მათი დანაშაულებანი და ბრალი. ეს ნიშნავს არ ჩაუთვალე, განა არ ქონდა ჩვენ. ეს არის მეორე კორინთელთა მე-5 თავის მე-19 მუხლები, არ ჩაუთვალავ მათი დანაშაულებანი და ბრალი. წყალობიდან გამომდინარე. გააქვს შენ ბრალი, მაგრამ არ გითვლის ღმერთი, არ დაგდევს და მოწყალია შენს მიმართ. რატომ? რომ შენ ბედნიერი იყო. მაგრამ ღმერთი იგივე საუნსო, თუ შენ მხოლოდ იყენებ ღმერთს და გინდა რომ ისი წყალობაზე მოქმედებდეს. და შენ არ გინდა გახდე მოწყალე. მე მართალი ვარ სახლში, მე მართალი ვარ სამსახურში, მე მართალი ვარ იქ, მე მართალი ვარ აქ. ღმერთი ამბობს, მოწყალე იყავი, რომ შეწყალებული იყო. ქრისტემ თქვა, იყავით მოწყალენი და შეწყალებული იქნებით. არ უთქვია, მართალი იყავი და მუშტი აბრახუნე ყველგან და გაიტან შენ სიმართლეს ბოლომდე. არა, იყავი მოწყალე, როცა მართალი ხარ. ადამიანებს შეეშლებათ, ადამიანები ვართ, გვეშლება, მაგრამ რას ვირჩევთ? ვიღაცას თვალები გამოვთხაროთ, ყელში უწვდეთ, ანგარიშები უსწოროთ. მე ადამიანები, მე ჩემთან რამდენიც უნდა შეეშალოთ ადამიანებს. ეშლებათ, რა ვქნა, მე წყალობას ვიჩენ. მე ვირჩევ წყალობის გზას, რომ უფლის გზებით ვიარო, ოფალი დადის ამ გზით. ის ჩემს მიმართ სულ მოწყალია. ასე მიდგება მე, ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩემთან. ებრაელთა მე-4 თავში მე-16 მუხლი ამბობს, გაბედულად მიუახლოვდეთო წყალობის ტახტს. როგორ უნდა მიუახლოვდე გაბედულად წყალობის ტახტს?
ამდენი რაღაცა ტვირთად რო გაწევს შენი წოდები. ზუსტად იმაში რომ ღმერთი იმდენად მოსიყვარულია, რომ ის ანგარიშებს კი არასწორებს. გვეუბნა გაბედულად მოდი, გაბედულად წყალობის ტახტს და რო მადლი და წყალობა დროული დახმარებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთი ნიმუშს გვაძლევს და გვეუბნა როგორიც ვარმე, მინდა რომ ქრისტიანი სიტყვა ნიშნავს ქრისტეს მსგავს, ქრისტეს მიმდევარს, ქრისტესნაირად მომქცევს. აბა მე ქრისტიანი რანაირად შეიძლება ვიყო, როცა ქრისტე მოწყალებით არის სავსე და მე ბოროტებით. ქრისტე კესიკეთით არის სავსე და მე კიდე 1000 გვარი მუქარითა და რაღაცეებით. ქრისტიანი ნიშნავს ქრისტეზე მიმსგავსებულს. ქრისტეს რომ დღითი დღე ემსგავსება. თვითონ უფალმა თქვა, მოწაფე არაა მასწავლებლისნაირი, მაგრამ როცა გაასრულებს, ისეთივე იქნება, როგორც მის მასწავლებელია. და ბოლოს კიდევ აღმატებული გზა. უფალი ასწავლიდა აღმატებულ გზებს და ეუბნება, რომ თქვენ გსმენიათო, რომ შეიყვარე, მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. ეს იყოს ჯულის მიხედვით, ძველ აღთქმაში. მაგრამ მე გეუბნებითო, ქრისტემ თქვა, რომ მე სხვანაირად თქვენ როგორც ეწერაო ძველ აღთქმაში. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. ესეც გზა არის, ესეც პრინციპია, ასეთ შეიძლება ცხოვრება. მაგრამ მე გეუბნებითო თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტრები. დალოცეთ თქვენი მაწყევარი. ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვისო, ვინც გავიწროებთ და გდევნით. ეს შეუძლებელია ცოდვილი ადამიანისათვის, მაგრამ ქრისტე რა კი მოგვიწოდებს, ზემოთ ამოდით. ანგარიშწორებით შენ გაუბედურებ შენ ცხოვრებას. მაგრამ თუ შენ გეყვარება შენი მტერი. რას ნიშნავს ეს? ეს არ არის გაიძულა ღმერთმა ასე გააკეთო. ეს ნიშნავს, რომ ჩემი სულიერობის დონე იმ ხელაზე ამაღლდა, რომ მტერი, რომელიც მე მტრობს, არც კი იცის რას აკეთებს. მე კი სულიერობის იმ დონეზე ვიმყოფები, რომ მისთვის ცუდი არ მინდა. მტერი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის, მე მის წინააღმდეგ არ ვარ. მტერი, რომელიც მე ცუდს მიქადის, მე მისთვის ცუდი აღარ ეს ჩემში მოვიდა სულიერობის ეს დონე. ამიტომ ქრისტე გვასწავლიდა, იარეთ ამ გზებით შვილო, გიყვარდეთ თქვენი მტრები. წარმოგიდგენია შენი მტერი სიყვარული. წამოწექი ზოგჯერ ბალისა და ჩემი მტერი უნდა მიყვარდეს. ეს ხო ძვლებში მტრევა არის და კრუნჩხვა არის სულიერობაში. როგორ კბილები მიხჭრიალებს. მე რაღაცა ცუდი გავუკეთო, იქნებ ჩემი ჭია მოვიფხანო გულში, რომ იმის რომ გავიგებ, რომ რაღაცა ანგარიში გაუსწორე, მაშინ დამშვიდდება ჩემი არსება. მაგრამ არ დამშვიდდება ქრისტემ თქვა. მაშინ დამშვიდდება, როცა შენ ამ ყველაფერზე ზემოთ დადგები. როცა ამ ყველაფერზე ზემოთ ახვალ, მაშინ შეიცვლება და მაშინ დალაგდება ყველაფერი. ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს გადაგებას და ბოლოს მინდა გითხრათ. როცა მტრებთან და მოძულეებთან და მაწყევრებთან, ვინც ცუდს იზრახავ შენს მიმართ, შენი პასუხის კერგ მაგან ეგრე მითხრა, მაგან ისე გამიკეთა, მაგან ისე შენ როგორ პასუხობ ღმერთს ეს აინტერესებს. შენ რით უპასუხე? შენ როგორ დახვდი? შენ ვინ იყავი ამ დროს და რა რეაგირება მოაყოლე? და ჩვენ გვინდა რომ უფალს ვასიამოვნო, ჩვენ უფლის წინაშე ვდგართ, უფალი გვიყურებს. როგორ მოვიქეცთ იმ დროს? და ზოგჯერ მცხვენო და ადრე და ეხლაც კი, თუ კი ჩემს ცხოვრებაში უსულოდ მოვიქეცი არა ქრისტიანული ღირებულების მწვერვალებით და ასე უპასუხე მოვლენას თუ სიტუაციას თუ პიროვნებას, უგრძნობ ხოლმე რომ ღმერთს ძალიან არ ესიამოვნა. ამდენს გასწავლი შვილო, ამდენს მოგიწოდებ, ამდენს ნერგავ შენში და შენ მაინც ჩვევარჯულზე უარესია, მაინც ისე აკეთებ როგორც ჩვევები არის. მაგრამ ჩვენ და ვინანიებდეთ, რომ ჩვევის მიხედვით კი არ, მოწოდების მიხედვით, რასაც უფალი გვასწავლიდა, იმის მიხედვით მოვიქცეთ. და ბოლოს კორინთელთა წერილში პავლე მოციქულს ჰქონდა სიმართლეზე ზემოთ კიდევ ერთი იარაღი, რომლითაც ეს სუნთლად მაოცებს მე, როცა უყურებ პავლე მოციქული როგორ ირჩევდა ამ გზას,
აღმატებულს და როცა ამ აღმატებულ გზას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ შენ უახლოვდები ღმერთს და ღმერთი კიდე უფრო მეტად მოგიახლოვდება და მეტ რამეს გაიგებ. შეხედეთ პავლე მოციქულის სიტყვები. 1 კორინთელთა 9 თავი, 19 მუხლიდან. ვინაიდან ყველასაგან თავისუფალი, ყველას დავემონეო, რათა უფრო მეტი შემეძინაო. ზოგი როგორ მე მართალი ვარ და თქვენ დედამიწა დავკარგო მთლიანად, თავის ხალხიანად. მე მართალი ვარ. პავლე თქვა არ მაინტერესებს ჩემი სიმართლე. იქნებ ერთი მაინც შევიძინა. მეტი მაინც შეუძლო შეძენა. არსებობს სიმართლეზე კიდევ ზევით გზები. ღმერთი გვეუბნა, ამოდი ცოტა ზემოთ და მე გასწავლი გზებს. რომ ასე ადვილად იმ უკუღმართი სიმართლის გზით ყველასაგან თავისუფალი არავისი ვალი არ მქონდა. ყველას დავემონე. მე გავაკეთე ეს არჩევანია. მე ვირჩევ თვითონ რომ გავუხდე მონად ყველას. რათა უფრო მეტი შემეძინა. როცა ღმერთი ხედავს რომ შეძენაზე არის შენი გული განწყობილი, ღმერთი უფრო და უფრო მეტ გზებს და უფრო მეტს გაჩვენებს. და ბოლოს ეუბნება 21 მხრივ უსჯულოთათვის როგორც უსჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის უსჯულო, არამედ ქრისტეს ჯულის მიერი. 22 მხრივ უძლურთათვის გავხდი როგორც უძლური, რათა უძლურები შემეძინა, ყველასათვის ყველაფერი გავხდიო. მე ეგეთი ვარ. მე ესეთი ვარ, მე ჩემ პრინციპები მაქვს, არა, ყველასთან ყველაფერი გავხდი. ანუ ნიშნავს რომ ჩემ თავს გადაუსვი ხაზი, ჩემ სიამოვნებას და ჩემს პრინციპებს. რატომო? რათა ზოგიერთები გადამერჩინა როგორმეო. მარადესობაში რა უნდა უპასუხო ღმერთს, რომ მართალი ვიყავი და მუშს ვარ ხაპუნებდი და მარჯვნივ მარცხნივ გადაიყარა ხალხი და ისინი ვერ მოგიახლოვდნენ შენ ღმერთო, იმიტომ რომ მე მართალი პრინციპით დავდიოდი. არა, პავლე მოციქული ხედავდა, ყველასაგან თავისუფალი, ყველას დავემონეო. რატო ემონები პავლე? გაუშვი და დაიღუპონ თუ იღუპებენ. არა, ვცდილობდიო რომ გადამერჩინა ისინი, შემეძინა ისინი. და ეს მდგომარეობა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც საკუთარ სიამოვნებას კი არ, ღმერთის ამებას ეძებს. იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა, შენს მიმართ ღმერთო, შენი ნება იყოს და არა ჩემი ნება. როცა ადამიანები ამას ვირჩევთ ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ამით სხვა გზით დავდივართ. სხვა არჩევანს ვაკეთებ და ვეუბნოთ უფალო, ოღონდ შენ გესიამოვნოს და მე თუ გინდაც არც ვიარსებო. ყველასაგან თავისუფალი, ყველას დავემონებ. მაგრამ როგორმე იქნებ ისინი შემეძინა, იქნებ შემძლებოდა რომ როგორღაც როცა მივალე იქ, მეთქვი ღმერთო, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ადამიანები დახსნილი ყოფილიყვნენ ეშმაკის კლანჭებისგან. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ სხვის მაგივრად არ შეგვიძლია როლის თამაში, მაგრამ ჩვენის მხრიდან შეგვიძლია რომ ეს არჩევანი ჩვენ ცხოვრებაში ვატაროთ. მინდა რომ ჩემთან ერთად წამოდგეთ, ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ რომ უფალო, დაგვეხმარე რომ ვიცოდეთ შენი გზები. გავაკეთოთ არჩევანი ჩვენ ცხოვრებაში რომ ამ გზით ვეცადოთ რომ ვიცხოვროთ, ვიაროთ, ვიმსახუროთ და ვაკეთოთ ის რაც სათნო და მოსაწონია შენს თვალში.